მე ვარ დანიელე გიაზაროვი, ნიკნეიმი ველური, გუნდი ეტერნალი. თემო ყუფარაძე, ნიკნეიმი ენაზარ, გუნდი ეტერნალის წევრი. ჩემი სახელმწიფოა გიორგი დიდებაშვილი, ნიკნეიმის ტექსა, თამაშობ გუნდი ეტერნალში. მე ვარ იმედა ჩინჩალაძე, თამაშობ ნიკნეიმი ფრისკით, გუნდი ეტერნალი. მე ვარ გიორგი ახალკაცი, ნიკნეიმით მილკინგ, თამაშობ გუნდი ეტერნალში. ჩემი პირველი კომპიუტერული თამაში იყო მარიო დენდიზე. კონტრა. მარიოან კონტრა. მარიო. ჩემი პირველი კომპიუტერული თამაში იყო Counter Strike 1 და 6. Counter Strike Global Offensive თამაშობ დაახლოებით 6 თვე ან 5 თვე, ზუსტად ვერ ვიხსენ. ალბათ დაახლოებით 1 წელი ნახევარი. დაახლოებით 6 თვეა, რაც გადმოვედი, ესე ვთქვათ 1 და 6-დან CS:GO-ს. Global Offensive თამაშობ დაახლოებით 1 წელია. გუნდში ჩემი როლია in-game ლიდერი, ანუ გადაწყვეტილებას ვიღებ, call-ავს ასე რომ ვთქვათ და შესაბამისად მოქმედებს ჩემი გუნდი. ის ხასიათს ვიქნები იმ პოზიციას თამაშობ ყოველთვის, ესე ვარ ყველანი ვაფშე რა. ესე განაწილებული არ გვაქვს, სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ ალბათ. გუნდში მაკიცრია entry frageri, რომ ანუ თამაში უნდა გავხსნა მე პირველი კილი მე მევალება. მე და გუნდის ერთ-ერთმა წევრმა სტექსამ გადავწყვიტეთ, რომ გუნდი გაგვეკეთებინა ერთად და შემდეგ შემოვიკრიბეთ ეს სამი მოთამაშე ჩვენ გარშემო და ჩამოყალიბდით. გუნდი ალბათ სპონტანურად შეიქმნა, ესე ძველი მოთამაშეები 1 და 6-დან მომწერეს ასეთ დავიწყე ახალი მოთამაშე ვიყავით CS:GO-ში და ნელ-ნელა ჩამოყალიბდით. ესე ვთქვით უბრალოდ TeamSpeak-ში ვიყავით, მოდი მოვიგოთ ტურნირი და მოდი ხან მოვიგოთ. და შევიქმნით ესე უბრალოდ რა. ჩემი გუნდი შეიქმნა, თამაშობდით ერთად FaceIt, SES Matchmakings და ვისთანაც თამაშობდით სტექსამ, მომწერა რომ Teams ვაკეთებოდა და თუ შეგიძლია თუ გაქვთ დრო რომ დამემატო ტურნირზეო. გუნდი როგორ შეიქმნა, ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოთამაშე არ ვიცი, რაც პრობლემები შეექმნა და მე დავემატე ახლა რამდენიმე დღე ანუ ეს ტურნირი. ჩვენი გუნდის ამბიცია არის ტურნირის მოგება. ამბიცია არის ამ ტურნირის მოგება, რა თქმა უნდა. ამბიცია, რა თქმა უნდა, ამბიციურები ვართ ძალიან და ვაპირებთ ტურნირის მოგებას. გუნდის ამბიცია ალბათ e-სპორტის ტურნირის მოგება არის უფრო და შემდეგში უფრო წინ და წინ წასვლა. გამარჯვებისთვის საჭიროა პირველ რიგში ინდივიდუალური მონაცემები. გამარჯვების საჭირო არის ალბათ მაქსიმუმის გაკეთება. გამარჯვების საჭიროა ალბათ ყველაზე მეტი გუნდური თამაში, ერთმანეთის გაგება და უფრო კლასი, ასე რომ ვთქვათ. გამარჯვებისთვის საჭიროა როგორ პირველ რიგში პირადი სკილები და შემდეგ უკვე სწორი გუნდური თამაში, სწორი გუნდური თამაშის გარეშე შედეგს ვერ დავიღებ, რა თქმა უნდა. მოწინააღმდეგე გუნდს უსურვებ და ურჩევ, რომ არ იყვნენ ჩვენთან ძალიან ისე დამოკიდებულები, რომ ვითომ მოგვიგებენ. დამარცხებას ალბათ. მოწინააღმდეგე გუნდს ურჩევ ალბათ ფლანზე არ დაიყვნენ. მობილიზდნენ და არ ეგონათ რომ ადვილად მოგვიგებენ. e-sport ჯისგან უკვე კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგ ტურნირს ატარებენ და იმედი მაქვს, რომ უფრო ფართო იქნება ეს ტურნირები და უფრო ხშირად ჩატარდება, რომ გეიმერებს მოგიცავს საშუალება ჩვენი თამაში გამოვავლენოთ. e-sport ჯისგან ველი სამართლიანობას. უფრო განვითარდეს და უფრო კაი და დიდი სფეროში იყოს. e-sport ჯისგან ველი ალბათ მომავალში უფრო ფართო ტურნირებს და უფრო დიდ ტურნირებს.